იგავარაკი, მეფე და მისი შვილი, უკან მიდევნებული ლამპარი. ერთმა სამართლიანმა მოწყალე და მდიდარმა მეფემ, როცა დაბერდა, შვილს მეფობა უბოძა და უთხრა: შვილო ჩემო, ჩემს მაგივრად შენი მეფე და მე ვიდრე ცოცხალი ვიქნები, ჩემს სალაროს ხელს ნუახლებ და როცა მოვკვდები, ჩემი სულისათვის გლახაკებს დაურიგებ. შვილმა მოусმინა და დაიწყო მეფობა. ისეთი სამართლიანობა და სიკეთე გამოიჩინა, რომ მამის მეფობა ყველას დაავიწყა. დღისით ცხენზე არ ჯდებოდა, ღამით ამხედრდებოდა ხოლმე. წავიდოდა და ლამპარს წინ კი არ გაიმძღვარებდა, უკან მიიდევნებდა. ყველას უკვირდა მისი ამგვარი საქციელი, მაგრამ თქმას ვერავინ აკადრებდა. ერთ დღეს მამამ შვილის მეფობის ამბავი იკითხა. როგორ მეფობსო? მათ ყოველივე მოახსენეს, შეუქეს შვილის მეფობა, თუმცა არც ღამე სიარულისა და ლამპრის უკან მიდევნების ამბავი დავიწყებია. მამამ თავისთან მოიხმო შვილი და უთხრა: შვილო, შენი დიდი ქება მესმის, მაგრამ თუ ღამით სიარული გიყვარს, ლამპრის უკან მიდევნებას მისი წინ წამძღვარება არ გირჩევნიაო. შვილმა მოახსენა: დღემდე ვერ შემოგკადრე, თორემ ეს საქმე მისთვის თქვენი, რომ ის ჯობს, სალარო სიცოცხლეშივე წინ წაიმძღვარო და გლახაკებს უბოძო, თორემ სიცოცხლის მერე გაცემული, უკან მიდევნებული ლამპარი იქმნებაო. ეამა მეფეს შვილის სიტყვები და ყველაფერი გასცა. დაუმადლა შვილს და თქვა: უმჯობესია, ადამიანმა ყოველივე კეთილი საქმე სიცოცხლეში მოიმოქმედოს და სიკეთის ქნა დააჩქაროს. მეტი იგავარაკების სანახავად, გთხოვთ გადახვიდეთ YouTube გვერდზე და გამოიწეროთ არხი.